პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად დავბრუნდით, შეგახსენებთ შემოგვიერთდა წმინდა პანტელეიმონ კულარის სახელობის წადრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი კიკვაძე. მოგესალმებით მამაო, დაგლოცეთ. დილამშვიდობისა. დაგლოცოთ დილამშვიდობისა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა მოგბრძანებისთვის. ჩვენ რამდენიმე წუთის როდესაც მივესალმეთ ტელემაყურებელს, შევახსენეთ რომ ხვალ არის სულთმოფენობა უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, თუმცა მანამდე ტრადიციულად ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ერთი დღით ადრე სულის შაბათს. როგორ დაწესდა, თქვა, საინტერესოა ეს დღე, უცვლელად აღინიშნება ხო მუდმივად, როგორც უკვე თქვით და აი რას მოიცავს, თქვა, თავისი შინაარსით ეს დღე და რამდენად მნიშვნელოვანია, თქვა, რომ მართლმადიდებელმა ადამიანმა, ალბათ ჩვენს ირგვლივ არ არსებობენ ადამიანები, ვისაც არ ყავდეს მიცვალებული და გადადოს რაღაცა ერთი დღე და მისი მიცვალებულისთვის ილოცოს, გადაიხადოს პანაშვიდი და ასე შემდეგ. მოკლედ, რა გვევალება აი ამ დღეს? მადლობა გიორგი კითხვისათვის. გარდა ზოგადი მოხსენიების დღეებისა, თქვენმა ტელემაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის, როდესაც ჩვენ როცა გვინდა და რა ფორმითაც გვინდა ვიხსენიებთ უნებრივია ჩვენს მიცვალებულებს, ეკლესიაში არის დაწესებული კონკრეტული დღეები, არა? როდესაც განსაკუთრებულად ლოცულობთ წასულებისთვის, ჩვენი გარდაცვალებული ახლობლების სულებისათვის. ხლა რასთანაა ეს დაკავშირებული? თუ დავაკვირდებით, მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი დღეები დაკავშირებულია აღდგომასთან, დაკავშირებულია სულთმოფენობასთან, დაკავშირებულია დიდ მარხვასთან. ანუ ყოველთვის არის განსაკუთრებულ დღესთან კავშირში მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა დღეს არ უნდა ვილოცოთ ჩვენი წასულებისთვის და ყოველ შაბათს ვიხსენებთ, არა? ყოველი შაბათი არის მიცვალებულთა მოხსენიების დღე, ხოლო კვირას არის უდიდესი დღესასწაულის განახლება აღდგომისა. ვფიქრობ, ეს უნდა ნიშნავდეს შემდეგს. ყველა დღესასწაულის დაწესებას აქვს გარკვეული წინარე ისტორიული ფესვები. ანუ ყველაფერი, რაც ეკლესიაში არის დაწესებული, უკავშირდება გარკვეულ ტრადიციას, საიდანაც გამომდინარეობს. შესაძლებელია, ეს ჩემი პირადი ვარაუდია, მაგრამ ალბათ არ არის სიმართლისგან შორს, რომ ეკლესიამ სულის მოსახსენებელი დღეები დააწესა იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი ფიზიკურად ხარობს, გნებავთ სულიერად ხარობს ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულზე, მას სურს ეს სიხარული გააზიაროს და გაუზიაროს ამ შემთხვევაში ვის? თავის გარდაცვლილებს. როდესაც მე მიხარია მარცხორის ბრწყინვალე აღდგომა, მე მინდა რომ გავიდე საფლავზე და ჩემი სიხარული ვახარო ჩემს მიცვალებულებს, რომ ქრისტე აღდგა. როდესაც მე მუხლმოდრეკით და იცით თქვენ რომ სულთმოფენობას მუხლმოდრეკის ლოცვები იკითხება ტაძრებში, რითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სიყვარულს, ჩვენ უდიდეს პატივისცემას წმინდა სამების მესამე ჰიპოსტასის გადმოსვლის მოლოდინისადმი, მე მინდა რომ მანამდე მივიდე და ჩემს მიცვალებულებს ვახარო ის, რომ მალე არის ხვალ არის სულთმოფენობის დღესასწაული. აი ვფიქრობ ამასთან არის დაკავშირებული მიცვალებულთა მოხსენიების დღეების დაწესება სხვადასხვა დღესასწაულებთან ან საპასექო წელიწადის სხვადასხვა დღეებთან მიმართებაში. დიახ. დიახ, და რაც შეეხება მიცვალებულის სულისთვის ზრუნვას, მამო, აი კონკრეტულად ჩვენ რაში უნდა გამოვხატოთ მიცვალებულის სულისთვის ზრუნვა? ზოგს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, თქვათ, ეკლესიაში წასვლა, პანაშვიდის გადახდა, თუნდაც მცირე საკურთხის მიტანა ეკლესიაში და ეკლესიისათვის შეწირვა და საკმარისია მხოლოდ სახლში გაშალოს სუფრა, მოიწვიოს ახლობლები, მეგობრები და არქვა საკურთხი ასეთ სუფრას და ეს მიუვა მიცვალებულს. არის ხო ასეთი ტრადიცია ხალხში მაინც შემორჩენილი დღემდე? ეს უყვარდა, ეს უნდა გავაკეთო, არა? ან თქვათ რაღაც თეფშის და არა, ეს უყვარდა, ეს უნდა გავაკეთო, ამაში ცუდი. არა, მეც ამ განწყობით მეც არ მithქავს, უბრალოდ ხოლმე ეკლესიის გარეშე, მე ვამბობ, რომ ეკლესიის გარეშე აღსრულებული ანუ გადატანილია ძირთად რაღაცა პროდუქტებზე შეიძლება. თქმა რომ ეს მთლად აზერს მოკლებულია, ალბათ არ იქნებოდა მართებული და გულს ვატკენდით იმ ადამიანებს, ვინც სამწუხარო ჯერ არ არიან ეკლესიურები და რასაც აკეთებენ, თქვა, საერო ცხოვრების ფარგლებში, ეს იქნება მცირედი სუფრა თავიანთი მეგობრებისთვისვე, თუ რაღაც ესეთი ყოფითი ქმედებები, რასაც აღასრულებენ. ძალიან რადიკალურები ვიქნებოდით, რომ ვთქვათ, რომ უფალი ამას არ შეიწირავს, რადგან ისინი ჯერჯერობით არ არიან მოსულები ტაძარში. ვფიქრობ, რომ უფალი ყველაზე
დიდსულო უნათ ელოდება მათგან იმ ნაბიჯს, რომ მოვიდნენ და ეს რასაც გარეგნულად აღასრულებენ, განასულიერონ და სრულყოფილი ფორმა მისცენ ტაძარში. განეგივე საკურთხი არ მიგვაქვს ჩვენ ეკლესიაში, ხო? მაგრამ ამ საკურთხს სულიერი დატვირთვა ეძინება მას შემდეგ, შეეძინება უბრალოდ მას შემდეგ, რაც სასულიერო პირი გადაიხდის პანაშვიდს, აკურთხებს და უპირველესი ილოცებს რა მიცვალებულის სულისთვის. თქვენ ძანეთ ელენე როგორ უნდა ვიზრუნოთ მიცვალებულის სულებზე. ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. ისევე როგორ ზრუნავდით მათზე ამ ცხოვრებაში. თუ კი ადამიანი არის მორწმუნე, მას წამს, რომ მის ახლობელი კი არ მოკვდა, არამედ ყოფიერების ერთი ფორმიდან გარდაიცვალა სრულიად რეალურ, მაგრამ ყოფიერების სხვა ფორმაში, ხო? თუ კი მე ჩემი ახლობელი, რომელიც გარდაიცვალა ამ ცხოვრებაში მიყვარდა, ვზრუნავდი, როგორ ჩემეძლო სიყვარულს უზიარებდი, როგორ უნდა შევწყვიტო მასზე ზრუნვა, იმიტომ რომ მე მას ჩემი ფიზიკური თვალებით ვიყარ ხედავ, მაგრამ მე მას გძნობ ჩემი სულიერი ხედვით, ხო? იმიტომ რომ მას არის ის არსებობს, ოღონდ არსებობს სხვა რეალობაში. ხლა დეტალურად როგორ გამოიხატება ეს მზრუნველობა, ამაზე არსებობს ზოგად საეკლესიო სწავლებაც და ამაზე არსებობს კონკრეტულად ჩვენთვის საქართველოს ეკლესიის შვილებისთვის დაწერილი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად, რომელსაც თუგნებობთ ვისაუბროთ და გავაცნოთ ჩვენ ტელემოყოლში. კი ბატონო, მოკლედ შეიძლება. გვაქვს ამისი დრო და შეგვიძლია საინტერესო იქნება ალბათ. პირველი რაზეც ამ განჩინებაში არის საუბარი, რა თქმა უნდა, არის აქცენტირებული ლოცვა მიცვალებულთა სულისათვის. იმიტომ რამდენადაც ფიზიკურ სხეულში მყოფ ადამიანს ჭირდება ლოცვა. ან თუ ის ვერ ახერხებს, ჩვენ ერთმანეთზე ვლოცულობთ, ხო, ყველა ეკლესიის შვილები ერთმანეთს ვიხსენიებთ კვეთაში, ვიხსენებთ პირად ლოცვაში და უფალს ვავედრებთ მათ თავს. იგივე ჭირდება მიცვალებულის სულს, განსაკუთრებით იცით პირველი 40 დღის განმავლობაში, როდესაც ასე ვთქვათ, ბჭყალებში ჯერ არ არის გადაწყვეტილი მისი დროებითი სამყოფელი შესახებ. აი ამ ლოცვის გარდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამ განჩინებაში ამახვილებს ყურადღებას მოწყალების საქმეზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანმა თავის გარდაცვლილისთვის გაიღოს მოწყალება, მისი სულის საოხად დაეხმაროს სხვებს. და უწმინდესი ასევე საუბრობს შავის ტარებაზე, რომ არ არის მიზანმიმართული, ლოცვა კურთხევას აძლევს ყველა გლოვიარეს, რომ მაქსიმუმ 40 დღე და უკიდურეს შემთხვევაში 1 წელი და არ მთელი ცხოვრება. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს უკვე სასოწარკვეთილებასთანაა დაკავშირებული და ხას უსმევს იმას, რომ მე არ მწამს სულიერი ცხოვრება, რადგან მთელი ცხოვრება გლოვაში ვატარებ, თუ მე მჯერა რომ ჩემი ახლობელი, მშობელი, ნუ ღმერთმა დაიფაროს და შვილი, მაგრამ ხო ხდება ასეთებიც ცოცხალია და მე მას ვეფერები ისე როგორც ცოცხალს, მაშინ რა მაგლოვებს? რატო ვიცმევ შავს თელი ჩემი ცხოვრება, ხო? ეს ჩემს სამწუხაროდ, ჩემს მცირედ მორწმუნეობაზე ან საერთოდ ურწმუნოებაზე მიუთითებს. დიახ. მე წამიკითხავს, ოღონდ ვერ გავიხსენებ ახლა კონკრეტულად ვისი წერი ერთ-ერთი წმინდა მამის ან და რომელიმე სასულიერო პირის მიცვალებულთა გამოცხადების შესაძლებლობის შესახებ. აი ადამიანები განსაკუთრებით თქვათ მშობლები, ვისთვისაც ძალიან დიდი ტრაგედიას წარმოადგენს ხადია, ხო, შვილის დაკარგვა, ამაზე დიდი სიმწარე ალბათ და ამაზე ძნელი გადასატანი რა უნდა იყოს, ხო, ამ სამყაროში მშობლისთვის. რაღაცა მუდმივად უნდათ აი ეს სულიერი კონტაქტი თავიანთ შვილებთან და ხშირად ყვებიან ხოლმე. ან და ნებისმიერი ახლობელი შეიძლება, ხო, ხშირად სიზმრის სახით ბუნებრივია, ხო? მუდმივად ნახულობენ, აი, ოღონდ ამას არ არქმევენ სიზმარს, ამბობენ რომ აი გამომეცხა და რაღაცა დამავალა, ეს მითხრა, ეს მოამზადა, იქ წადი, ეს ნახე და ასე შემდეგ. აი ამას რამდენად უშვებს თქვათ ეკლესია, რომ ან რამდენად საფრთხილოა აი ამ თემასთან. დაშვებას რაც შეეხება, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ უშვებს. იმიტომ რომ წმინდა წერილში გვაქვს ფაქტები იმისა, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული უფლის საიდუმლონებით, გარკვეული მიზნით გამოცხადებია ცოცხალ ადამიანს და გარკვეული მითითება მიუცია. რახან წმინდა წერილში ასეთი ფაქტი გვაქვს, ესე იგი ბუნებრივი ეკლესიაც უშვებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხო? მაგრამ თუ დავაკვირდებით და გარდა ამისა არსებობს ეკლესიის 20 საუკუნოვანი გამოცდილება, როდესაც არაერთ ფაქტს ვაწყდებით ამ და გვარს, მაგრამ როდესაც ჩვენ ამგვარ ფაქტს ვაწყდებით, ყოველთვის გარკვეული მიზეზით აღესრულება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უფლისასა თუ ის სასწაული არამც და არამც არ არის შემინდეთ და ფოკუსი. მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს გარკვეულ მიზანს, როგორც წესი ეს მიზანი არის რაიმე სიკეთის მოტანა ადამიანებისათვის, ხო?
ამ შემთხვევაში დასაშვებია. მაგრამ როდესაც ადამიანი ხშირად ამბობს, რომ მას ესიზმრება გარდაცული ადამიანის სული, აქ რამდენიმე რამესთან შეიძლება გქონდეს საქმე. ან ეს მართლა უფლის საიდუმლო ნებაა, რომელსაც ჩვენ ვერ ჩავწუდებით და კარგი იქნება თუ ამას გაუზიარებს თავის მოძღვარს და ისინი ერთად გაუკეთებენ ანალიზს ამ შემთხვევას. ან საქმე გვაქვს უფრო სავალალო შემთხვევასთან, როდესაც ადამიანი ხშირად ტკივილის, განსასწრების გამო წდება ხოლმე რეალურ სამყაროს და ესიზმრება ის, რაც მას ძალიან უნდა. ეს უკვე წმინდა წყლის ფსიქოლოგიური პროცესია და აქაც ალბათ მოძღვრის დახმარება იქნება საჭირო, სულიერი მზრუნველობა იქნება საჭირო, რომ ამგვარმა ადამიანმა, ვისაც გონია, რომ ხშირად ესიზმრებიან თავისი ახლობლები, გარკვეულ მითითებებს აძლევენ, გაიაროს კონსულტაცია თავის სულიერ მოძღვართან, თქვას ახსარება, ეზიაროს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესეთი მოვლენები მას გაუგრება. ანუ თქვენ დასაწყისშივე მართალი ბრძანეთ, გიორგი, დასაშვებია თუ არა და საფრთხილოა თუ არა. დასაშვები არის ის, რომ ცოცხალ ადამიანს მიცვალებული დაესიზმროს, ან გნებავს გამოცხადება დავარქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა საფრთხილოა. ყველანაირ სიზმარს, ყველანაირ ამგვარ მოვლენას, რაც ჩვენი ესე იგი ფიზიკური განსჯის საზღვრებს ცილდება, მიღმიერია. ეკლესია უყურებს ძალიან ფრთხილად, რადგან არ ვიცით მისი წარმოშობა. ან შეიძლება იყოს ღვთიური, ან შეიძლება იყოს, ვთქვათ, დემონურიც, რატომაც არა, ან წმინდა წყლის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორი. გასაგებია. მამო, ვიცით რომ 40 დღის განმავლობაში გარდაცვალებიდან მიცვალებულის სულს განსაკუთრებული ზრუნვა ჭირდება, ამის შესახებ თქვენ ისაუბრეთ კიდეც. აი, რამ მდგომარეობაში ამ დროს ადამიანის სული? ჩვენ გვსმენია საზვერების შესახებ, თქვათ, იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთშიც ჩადის სული, სამოთხეშიც ჩადის. აი, ამის შესახებ, რომ შევახსენოთ მაყურებელს, რამ მდგომარეობაში ადამიანის სული გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. ელენე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დავიწყებ ივანე დამასკელის სიტყვებით, რომელიც ბრძანებს, რომ ღვთისმეტყველებაში არც ყველაფერი გამოსათქმელია და არც ყველაფერი გამოუთქმელი. ამით რას გვასწავლის ეს დიდი მამა, რომ რაც ხდება სულიერ სამყაროში, ჩვენ ვიცით მხოლოდ იმ დოზით, იმ რაოდენობით გვაქვს ინფორმაცია, ესე იგი ამ ქვეყნიური სამყაროს მკვიდრებს, რა დოზითაც ეს ჩვენი სულის გადარჩენისთვის არის საჭირო. სხვა დანარჩენი ჩვენთვის შეუცნობადობის ბურუსით არის მოცული და გავიგებთ მაშინ ღმერთმა ყველა დიდხანს გაცოცხლოთ, როდესაც მოვა ჩვენი დრო და ჟამი. ზუსტად ჩვენ თვითონ გავიგეთ ამას. ზუსტად რა დეტალებს გადაძმარა ზოგადი წარმოდგენა ეკლესიას რა თქმა უნდა დაუგროვდა ამ 40 დღის განმავლობაში თუ რა შეიძლება ადამიანის სულს გადახდეს თავს. საუბარია იმაზე, რომ ადამიანის სული სხეულთან გაყრის შემდეგ გაეყრება მას რა როგორც ნაჭუჭს, ასე ვთქვათ. მოიხილავს როგორც სასუფეველს, მოიხილავს როგორც ჯოჯოხეთს, ხოლო მე-40 დღეს ხდება მისი დროებითი სამსჯავრო. გვინდა ტერმინს სამსჯავროს დაუკვირდეთ და დროებიც. სამსჯავრო არამც არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ უფალი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა და აღდგა, კაცრად საჯულის სახით, რომელსაც სურს ჩვენი ასე ვთქვათ დასჯა, აი ესე რაღაცნაირად ცდილობს ადამიანის სულის ჯოჯოხეთში და წოვნის მის სიკეთებს და ბოროტებას, როგორც ხშირად ეს უფრო პრიმიტიული წარმოდგენაა, დიახ. რა თქმა უნდა, უფალს და მისი ნება ჩვენი სულებთან დაკავშირებით არის გაცხადებული წმინდა წერილში. რა სურს უფალს? ყოველი კაცის ცხონება და მეცნიერებისა ჭეშმარიტების მოსვლა. მისი ნება გაცხადებულია და არა მარტო გაცხადებული, საქმე დადასტურებული. ასე რომ არ ყოფილიყო, ღვთის სიტყვა არ განკაცდებოდა და ჩვენთვის ჯვარს არ ეცმებოდა, ხო? მაგრამ მე-40 დღეს დგება სწორედ ის ადეკვატური განაჩენი, როგორც კაცი ცხოვრობდა. მე თუ მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი აქ ჯოჯოხეთში, რაც გულისხმობს ცოდვასთან მეგობრობას, რაც გულისხმობს უფლისგან განშორებას, ძალიან ლოგიკური და ადეკვატური გაგრძელება იქნება, რომ მეორე სამყაროში, სულიერ სამყაროში ჩემი სული გააგრძელებს ჯოჯოხეთში ყოფნას. და თუ მე აქაც უფალთან ვიყავი და გულში ვატარებდი იესო ქრისტეს, დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის როგორც ზეციური მამა ხელს არ ვკრავს და იმე 40 დღეს გადაწყდება ისე, რომ ადამიანის სული გააგრძელებს მიღმიერ სამყაროშიც მასთან ურთიერთობას. მაგრამ ეს არის, როგორც თქვით, მეორე სიტყვის განმარტება დროებითი, ხო? დიახ. საყოველთაო სამსჯავრომდე. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რომელიც ბუნებრივია სახარებაზე წმინდა წერილზეა დაფუძნებული, საყოველთაო აღდგომამდე, როდესაც იქნება სრული განსჯა კაცობრიობისა, ყველანაირი მსჯავრი და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ის მსჯავრი
რომელიც ადამიანის სულს განუწესებს არა მართალთა შინა, მოდით ესე ვთქვათ, არის დროებითი. და ის სწორედ აქ არის უმნიშვნელოვანესი ეკლესიის ლოცვა. დიახ. არა, თუ დაასრულეთ, მამაო. დიახ, ბარემ დავასრულებ ამას და შემდეგ დავსრულებ. რომ აი ეკლესიის ლოცვის, ჩვენი მოხსენიების, მოწყალების საქმის გაცემის დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ აი ამ დროებით პერიოდში საყოველთაო სამსჯავრომდე იმ ადამიანის ვიზრუნოთ მასზე, რომ საყოველთაო სამსჯავროს დროს ეგება და მოხდეს ისე, რომ მან დაიმკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, თუ კი მანამდე არ არის იქ. დიახ. ანუ ლოცვის შედეგად ეს არის შესაძლებელი. ჩვენი აქ ამ ქვეყანაზე მყოფი ადამიანების ლოცვის შედეგად. მამა გიორგი, რადგანაც ხვალ ჩვენ არ ვართ ეთერში, არის შაბათი, თუმცა ჩვენ არხზე ძალიან ბევრი გადაცემა დაეთმობა ხვალინდელი დღესასწაულის მნიშვნელობის ახსნას, მაინც მინდა გკითხოთ კიდევ ერთხელ, უпроსტად გთხოვოთ კიდევ ერთხელ შეგვახსენოთ მოკლედ ხვალინდელი დღის მნიშვნელობის შესახებ, თუ როგორ უნდა გავატაროთ ხვალინდელი დღე, რა ხდება თითოეული ჩვენგანისთვის მაშინ, როდესაც საუბრობთ, მაგრამ კარგია რომ ხშირად შევახსენოთ ეს ერთმანეთს, რომ მხოლოდ წითელ პარასკევს თქვათ ფილმის ნახვისას არ აგვიჩუყდეს გული ან და 12 სახარების სახარების მოსმენისას უიეს რა გაუკეთებია ჩვენთვის უფალს, რომ აი ეს ყველაფერი რაც აღესრულება ჩვენს ცხოვრებაში აღესრულება ჩვენთვის და ეს არ უნდა იყოს ჩვენს გვერდზე, ანუ სულთმოფენობაა და ჩაუარე ტაძარს, ანუ წარმოდგენა არ მქონდეს რა ხდება ამ დღეს. როგორ უნდა გავატაროთ თვითონმა ჩვენგანმა, როგორ არის სასურველი ყოველ შემთხვევაში ხვალინდელი დღე, მით უმეტეს ეს არის შაბათი დღე და თავს ვერ გავიმართლებთ იმით, რომ არ გვცალია და სამსახურში საყვედურს მივიღებთ. ზეგ არის სულთმოფენობა და ზუსტად კვირას. კი, რა თქმა უნდა. ხალხური შაბათია, მაგრამ ხალხური არის. იცით გიორგი, სულთმოფენობის შესახებ იმდენი განმარტება არსებობს, ამას თქვენი ტელეეთერი არ იყო, მაგრამ შევეცდები ძალიან მოკლედ შევახსენოთ თქვენს ტელემაყურებელს, რომ სულთმოფენობა არის 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი და რას გულისხმობს? ეს არის დღე, როდესაც აი ყველა ცოცხალ არსებას აქვს დაბადების დღე. ბუნებრივია. მათ შორის ეკლესიასაც. ძალიან მარტივად და ესე სიტყვოთი რო ვთქვა, სულთმოფენობა არის ეკლესიის დაბადების დღე. და თუ კი ადამიანს უყვარს თავისი დედა ეკლესია, ბუნებრივია, უნდა მივიდეს იქ და მიულოცოს მას დაბადების დღე, ხო? თუ რატომ არის ეკლესიის დაარსების დღე სულთმოფენობა, ამას ახლავე მოგახსენებთ. იცით რომ ამ დღეს მოციქულები და მაცხოვრის სხვა მიმდევრები, მოწაფეები ელოდებოდნენ უფლის ამაღლების შემდგომ. უფალს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიმოსავდნენ ისინი ძალას მაღლით იმისათვის, რომ წასულიყვნენ და მისი სახარება ეკადაგათ. არამედ მხოლოდ მიიღეს ამგვარი დარიგება, რომ ისინი უნდა მსხდარიყვნენ წმინდა ქალაქი იერუსალიმში, ესე არ უნდა დაეტოვებინათ იერუსალიმი და ყოფილიყვნენ მოლოდინში. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხშირად გვინდა გარკვეული მოვლენის წინ და წინ შეტყობა და უგულებელ ყოფთ ხოლმე აი ამ მოლოდინის თელ სულიერებას, რომ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ. ეს გაიარეს, მზად უნდა იყოს. ეს გაიარეს მოციქულებმაც, რომელიც ელოდებოდნენ სულთმოფენობას. და როდესაც გადმოვიდა მასე საღვთო მადლის სულისაწმინდისა და ეს მოხდა იცით ხილულად, რათა იქ მყოფი ხალხი, რადგან დღესასწაული იყო ებრაელები შეკრებილი იყვნენ ამ სახლთან და მოესმინათ პეტრე მოციქულის ქადაგება, რომელსაც მოყვა 3000 კაცის ნათლობა. და ამდენი წევრი რახან შეიძინა ეკლესიამ, ამიტომაც ეს დღე იწოდება ეკლესიის დაარსების დღედ. ასევე ეს დღე არის ადამიანის განახლების, ადამიანის შეცვლის დღე. და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ზოგიერთი სკეპტიკოსი ადამიანის საპირისპიროთ, რომ ადამიანის შეცვლა დადებითისკენ შესაძლებელია და ეს შესაძლებელია სწორედ სულიწმინდის მადლით. გავიხსენოთ პეტრე მოციქული დაახლოებით თვენახევრის წინ როგორ იქცეოდა. სამჯერ უარყოფდა თავის მოძღვარს. პავლე მოციქული საერთოდ მდევნელი, ხო? მდევნელი. და გადის 50 დღე, ნუ დაახლოებით, ხო? და იგივე პეტრე მოციქული სულთმოფენობის შემდეგ გამოდის უშიშრად და ყველას წინაშე ქადაგებს იესო ქრისტეს აღდგომასა და სულთმოფენობის შესახებ. ესე იგი ფაქტორი შეიცვალა ეს კაცი არა. ესე იგი შესაძლებელია სულიწმინდის სინანულით და შემდეგ სულიწმინდის მადლით ადამიანის ცვლილება და უსურვებ თქვენს ტელემაყურებელს, რომ სულიწმინდის მადლმა ყველა შევცვალოს უკეთესობისკენ, გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ ვიყავით და ვიდრე დღეს ვართ. მერც მაგნას ძალიან დიდი მადლობა მამაო ჩვენთან მოგზავნებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. წინასწარ გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს და ულოცავთ ასევე ჩვენს მაყურებელსაც. ასევე შევახსენებთ, რომ სტუდიაში საუბრობდა
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის სახელობის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი კიკვაძე. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ წმინდანები გვასწავლიან, როდესაც აღვდგებით ძილისაგან, გამოვყოთ 1 საათი, ან თუნდაც საათის მეოთხედი და მსხვერპლად შევწიროთ უფალს სავედრებელი და სამადლობელი ლოცვა კიდევ ერთი გათენებული დღისათვის. 9 საათი მოახლოვდა